წაუზე დასრულდება. ეკოტურიზმი საქართველოში შაორის ტბაზე დღეს ახალი ორგანიზებული ეკოტურების პრეზენტაცია შედგა. ორგანიზებულ ეკოტურზე რაჭაში წელს პირველად 170-მა უცხოელმა და ადგილობრივმა ტურისტმა მინერალური წყლებით, ისტორიული ადგილებითა და უნიკალური ბუნებით მდიდარ რაჭაში დაისვენა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რაჭაში და საქართველოს სხვა რეგიონებში ეკოტურების მძლავრი ქსელის შექმნასა და განვითარებას გეგმავს. თევზაობა ეკოტურის ერთ-ერთი ხიბლია. შაორის წყალსაცავზე დაჭერილი კობრი და საზანის სუფრის დელიკატესი. 40 ტურისტი რაჭაში შერეული ფოთლოვანი და წიფნარის უნიკალური ტყისა და ტბის სიახლოვეს. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში კარვებში ცხოვრობს. ყველა მათგანი თვლის, რომ ასეთ პირობებში ადამიანი ყველაზე უკეთს ვენებს. რაჭის ბუნება არაჩვეულებრივია, ესეთი პირობებში დასვენება ძალიან კარგია, მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის. აქ ნაკლები ვართ ბავშვების წამოსული, ვისვენებთ ერთად, კარგ დროს ვატარებთ. ბუნებასთან ახლოს ვართ, ვერთობით, მღერით, მდინარე აქ გვაქვს, ვანაობთ და შესანიშნავ დროს ვატარებთ. კარგი გოგონებს დაუძახეთ და ჩამოყვანთ. როცა საკვები მზად არის, დამსვენებლებს ტელეფონით ატყობინებენ. ეკოტურში სამჯერად იკვება შედის. დღის განმავლობაში ტურისტებს ისტორიულ ძეგლებსაც ათვალიერებინებენ. ერთკვირიანი დასვენება ასეთ პირობებში 200 ლარი ჩდება. ორგანიზებული ეკოტური შაორის ტბაზე წელს პირველად შედგა. ტურისტულმა კომპლექსმა უჯარმამ 170 დამსვენებელი, მათ შორის უცხოელებიც მიიღო. ყოფილი ალპინისტი გახლავართ, შემოვლილი მაქვს თითქმის მთელი საქართველოს ყველა კუთხე და ყველა ის და ასეთი ადგილი იშვიათად შეხვედროდეს, სადაც არის წყალი, არის მთა, არის ტყე, არის ყველაფრის საშუალება, რომ ადამიანი მოვიდეს, დაისვენოს არაჩვენ კარგ ჰაერზე, კარგ ბუნებაში, კარგ წყალში, ითევზაოს, ინას და რაც უნდა გააკეთოს. მე არ მგონია სადმე კომპლექსურად ასე იყოს. არის ყველა პირობა შექმნილი იმისათვის, რომ მოიმსახურონ ნორმალურად ყველა ეკოტურიზმს. ერთდროულად შეიძლება 40 ეკოტურისტი მიიღოს ამ ცენტრმა. მე ვიტყოდი საკმაოდ ესე იგი დაბალი ფასები არის 210 ლარში ერთი კვირის განმავლობაში ხდება ამ ცენტრის მიერ მომსახურება. მინერალური წყლები, კულტურულ მემკვიდრეობათა ძეგლები, ულამაზესი ბუნება. რაჭის ეს პოტენციალი არაერთი მასშტაბური ტურისტული პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ეკოტურების მძლავრი ქსელის შექმნას, განვითარებასა და პოპულარიზაციას გეგმავს. აქ შეიძლება რამდენიმე სახეობის ტურიზმის განვითარება, როგორც არის ეს ღვინის ტურიზმი, არის კულტურული ტურიზმი, მაგრამ ეკოტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობა ტურიზმის, რაც შეიძლება აქ ასე ვთქვათ საწყის ეტაპზე დავიწყოთ. მომავალ წელს რაჭაში ტურისტები განახლებული ცენტრალური ავტომაგისტრალით ჩავლენ, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს. ეკოტური მაისიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება.